ხვალ კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭისყრაზე დააყენებს საკითხს ქართული ოცნების დელეგაციისთვის ორგანიზაციაში უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. შესაბამისი პროცედურები დაწყებულია, ინიციატივა ჯერ კიდევ გუშინ დააყენა სესიაზე ევროპის სახალხო პარტიამ, უკვე დღეს კი საკითხის განხილვა მონიტორინგის კომიტეტზე გაგრძელდება. ცნობილია, რომ ევროპის სახალხო პარტიასა და ასევე ალდეში ორ უმსხვილეს პოლიტიკურ გაერთიანებაში სრული კონსენსუსია იმაზე, რომ ქართული ოცნების დელეგაციას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. ასამბლეაზე დამწრე დელეგაციებმა კი გუშინ უმწვევესი მოხსენება მოისმინეს საქართველოსთან დაკავშირებით, რისი მოსმენა დარბაზში მყოფ ივანიშვილის წარმომადგენლებსაც მოუწიათ. ქართული ოცნების დელეგაციას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. ნატალი ჯახუტაშვილი მოგუყვება მეც თემაზე. ნატალი, რა განწყობა ოპოზიციაში ხვალინდელი კენჭისყრის წინ? ოპოზიციური პარტიები წინასწარ ვერ საუბრობენ და ვერ პროგნოზირებენ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ხვალინდელი კენჭისყრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე და შეუჩერებენ თუ არა ქართული ოცნების დელეგაციის წევრებს მანდატებს, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების განწყობები არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა, მათთვის მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს თბილისში, რა ნაბიჯებსაც დგამს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ისინი ძალიან კარგად იაზრებენ, რომ პასუხის გარეშე ეს ყველაფერი მათ არ უნდა დატოვონ, კონკრეტული რეაგირება უნდა ჰქონდეთ ამ ყველაფერზე და მათ შორის ევროსაბჭომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებების შესაჩერებლად. პროცედურულად დღეს უკვე უახლოეს საათებში მონიტორინგის კომიტეტი იმსჯელებს ამ საკითხზე ქართული ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების არცნობასთან დაკავშირებით და მომზადდება შესაბამისი რეზოლუციის ტექსტი, სადაც იქნება ფორმულირება გაკეთებული თუ რა პირობებით უნდა შეუჩერდეს ან არ შეუჩერდეს უფლებამოსილება ივანიშვილის რეჟიმის დელეგაციას. მოკლედ ყველაფერი გადაწყდება უკვე ხვალ. ამის პარალელურად კი ოპოზიციური პარტიები დღეს ისევ განაგრძობენ შეხვედრებს ევროსაბჭოში. ისინი ხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს და ეროვნულ დელეგაციებს და აწვდიან დეტალურ ინფორმაციას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. სანამ კენჭისყრა შედგება საუბარი წინასწარ რაიმე შედეგებზე რთულია. მე შემიძლია გითხრათ, რომ განწყობა ყოველ შემთხვევაში დიდწილად არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ვითარების დატოვება ისე როგორც არის, ანუ ჩვეულებრივ რეჟიმში ქართული ოცნების ერთპარტიული დელეგაციის უფლებამოსილებების ცნობა არ მოხდება, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ მე. რა გადაწყვეტილებას მოძებნის ევროსაბჭო, ეს უკვე გამოჩნდება უახლოეს დღეებში და კონკრეტულად ოთხშაბათს გვეცოდინება საბოლოო პასუხი. ეს დილიდან არის მონიტორინგის კომიტეტის ხდომა, რომელიც განიხილავს საქართველოს საკითხს და წარმოდგენილი იქნება სავარაუდოდ უკვე რეზოლუციის პროექტები, რომელზეც პოლიტიკური ჯგუფები შემდგომში დღის განმავლობაში გააგრძელებენ დისკუსიას და რა საბოლოო ტექსტი ჩამოყალიბდება უკვე დღის ბოლოს და თუმცა საბოლოოდ მაინც ხვალ შუადღისთვის იქნება უკვე ცნობილი. მანამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფში პრაქტიკულად მიუხედავად იმისა, როგორია რეზოლუციის ტექსტთან დამოკიდებულება, პრაქტიკულად ძალიან მკაცრია შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ყველა იზიარებს იმას, რომ ქვეყანაში არ არის ორდინალური მდგომარეობა, უკუსლა არის დემოკრატიული კუთხე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხე და ამაზე რეაგირება საჭიროა. გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გახსნით პირველ სესიაზე დააყენა დღის წესრიგში შვედმა პოლიტიკოსმა და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ და ეჭვქვეშ დადგეს ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ალდეს ბიუროს გადაწყვეტილებით არ მოხდება ასევე ქართული ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობა და მოკლედ ყველაფერი გაირკვევა ხვალ, როდესაც კენჭისყრა შედგება ამ თემაზე სესიაზე.